რეალურად ამ ბიოლოგიური გამჩენით დედის პოვნა მოხდა ისე უცებ. ესე იგი, Facebook-ზე 2017 წელს მქონდა ერთხელს მოწერილი. ანუ მე რო დავიწყე ზევნები და გაკითხვები, ერთხელს მქონდა მოწერილი, რომ ჩემი მეზობელიო, არისო ესე და ეს ადამიანიო, რომელსაც ბავშვი ყავს გაშურებულიო და იქნებ შენ ხარო. და მაშინ იმდენი მესიჯი შემომდიოდა, რომ არ მივაქციო. ურასღება, ანუ რეალურად ეს მთელი ამდენი წელი თვალწინ მედო ეს ისტორია. მაგრამ ამ ქალთან ისე კომუნიკაციას ვაგრძელებდი რა, სტორებზე გულებს მიწერდა, რაღაც მილოცავდა ახალწელს. და აი ერთი კვირის განმავლობაში, აი შაშან საფხულს ივლისში სამ დროს ვეუბნებოდი, რომ აი წინ მიდევს ბოქლომი, რომლის გასაღებით სადღაც არის და ვერ უპოულობ თქო და შანსი არა, ანუ ეხლა ვიპოვი თქო რა. ანუ ზუსტად ვიცი, ანუ ღამე გამოვდიოდი ვიხვიძებზე, ვიჯექი და ჭერს ვუყურებდი და ვეუბნებოდი, რომ რაღაცა მეპარება თქო. და რატო მოხდა ისე, არ ვიცი, მაგრამ ამ ქალის მიმოწერას ავყევი 2017 წლამდე. ამ გადახედე ხო? ხო, აი ავყევი მეზობლის მიმოწერას და რო წავიკითხე სახელი და გვარი დაურეკე ჩემ ადმინს, რომელიც ანუ ჩვენ ხო ყველა რეგიონში თავისი ადმინი გვყავს. მაიას დაურეკე სამეგრელოს ადმინს და უთხრა რომ მაია ეს არის დედა ჩემი და უნდა მამაძებნირო თქო. ხო და რატო ეს არის მეთქი დედა ჩემი თქო. მე მაიამ დაურეკა ჟანას რომ მგონი გაგიჟდა თამუნაო, მაგრამ თავსი კლავს რომ ეს არის დედამისი და ეხმარებო და ნუ იქ ატყდა მთელი ამბავი რომ აი ეხა სხვებზე გვეხმარებიან მით უმეტეს ეხა ჩემზე რო უთხრა რომ დედა ჩემი მამაძებნიო თქო, ნუ იქ ფეხზე დადგა მთელი წალენჯი ხანო. სანამ ისინი გაარკვევდნენ, მანამდე დავწერე სტატუსი. ოღონდ ამ მეზობელს ჰქონდა მოწერილი ოფიციალური სახელი. ანუ სამეგრელოში როგორ არის იცით, შეიძლება ერქვეს ნინო, მაგრამ პასპორტში ეწეროს გულნარა. და პასპორტში ჯერ საიდან მოიტანა ის პასპორტის სახელი და რატო არ მითხრა ის სახელისაც რითიც ყველა იცნობს, არ ვიცი, მაგრამ ეთქობა რაღაცან თავი დაიწვან, არ ვიცი და დავწერე ჯგუფში სტატუსი, რომ ვეძებ ამ ადამიანს რომელმაც 84 წლის სავარაუდო სექტემბერში გააჩინა გოგო თქო და წერ ჩემი ბიძაშვილი დედის მხრიდან. რომ თამუნაო გეხოცები სტატუსიო წაშალეო, მე ვიციო შენ რომ ვისაც ეძებო, ეს მამიდა ჩემი და დამირეკეო. დაურეკე რომ მეთქი რა ხდება მეთქი და ესეო ერთხელო, ანუ ავსტრიაში ვართო ჩვენო და ერთხელო გავყევიო ექიმთანო. სიმსივნე ქონდა ჩემ გამჩენს და ერთხელ ექიმთან გავყევიო, საერთოდ არავინათსავ მარიცოდა ეს არავინ არ იცოდა და ექიმა უკითხაო რომ შენო ბავშვო გაჩენილი ყავსო, ანუ თარჯიმნის როლს ასრულებდა ჩემი ბიძაშვილი და ისევ გადმომხედავ და მე უთხარი რომ არ არის ახლა სიმართლის დამალვის დრო თქვი რაც მოხდაო დიაგნოზისთვის ჭირდება და ნუ კიო გაშურებული მყავს ბავშვი გაჩენილი მყავს ბავშვი, გაჩენილი მყავს ბავშვი, მაგრამ წელი უთხრა არასწორი. ანუ თავადაც არ ახსოვდა რომ წელს ხავდა ბავშვი გაშურებული, იმიტომ რომ ხა ავსტრიაში ექიმს 82-ს ეთქვით, 84-ს რა მნიშვნელობა აქვს, ანუ არ ახსოვდა. და თამუნო ვინ არისო ბავშვი, შვილიო ვინ არის, ვინ ეძებს და მე